ბაღდადში სოფელ ობჩის ყოფილი ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენა გაიმართა. 30-მდე ადგილობრივმა ახალგაზრდამ 50-მდე საკუთარი ნამუშევარი წარმოადგინა. ტექსტილზე მუშაობის ტექნიკას და ქვილთის ხელოვნებას ისინი მიმდინარე წლის მაისიდან ეუფლებიან. გავხდი ხელოვნების მიმართ კრიტიკოსი, გავიგე რა არის ეს ქვილთის ტექნიკა და ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი და იმისი რომ შენი ნიჭი აჩვენა. სოფელ ობჩაში ტექსტილის სახელოსნო ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერითა და არქეიდის ორგანიზებით ჩამოყალიბდა. სოფელ ობჩაში მოეწყო ტექსტილის სახელოსნო, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები მუშაობდნენ და ასრულებდნენ ტექსტილის ნამუშევრებს ქვილთის ტექნიკით, აპლიკაციით. არქეიდის პროექტის პრეზენტაციას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრენ და მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჩვენს წინაშეა გამოფენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად ასახავს თანამედროვე ხელოვნების იმ შეუდარებელ ნიმუშებს, რასაც ქვილთის ხელოვნება ქვია. დაინტერესებულ პირებს ობჩელი ახალგაზრდების ნამუშევრების შეძენა არქეიდის ოფიციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ.